თბილისში 25 წლის ქალი ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, დანაშაული გუშინ მოხდა. პოლიციის ინფორმაციით ქალმა საცხოვრებელ ბინაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ქმარს 22 წლის კაცს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ამოღებულია დანაშაულის იარაღიც, ქალს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. რაჭაში 60 წლამდე ასაკის კაცი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით კაცს დაზიანებები ნათესავებმა შეშით მიაყენეს. მკვლელობა კი სუფრასთან დაწყებულ დაპირისპირებას მოყვა. დაკავებულია წარსულში ნასამართლევი ერთი პირი. უკრაინული დრონების თავდასხმების გამო რუსეთმა შესაძლოა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სამუდამოდ დაკარგოს. სტატიას Moscow Times-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ დრონებით თავდასხმების გამომუშავება 4 ქარხანამ შეაჩერა. წარმოება ნახევრამდე შემცირდა როსნეფტის ქარხანაში, რომელიც საწვავით მოსკოვს ამარაგებს. ტრამპი პუტინს ამჯერად ორკვირიან ვადას აძლევს, თუ უკრაინაში ომი არ დასრულდება 2 კვირის განმავლობაში მე ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მივიღებ. ვნახავთ დაუწესებთ რუსეთს მასშტაბურ სანქციებს თუ არა, ამბობს ტრამპი. უკრაინის პრეზიდენტმა კი დღეს ისევ გაიმეორა, რომ უკრაინა თავის მიწებს ოკუპანტს არ გადასცემს.